მოკლედ იდეა არის ის, რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს სადღაცას ისე, რომ სინამდვილეში იქ არ იყოს აქტიური. ეს შეიძლება სხვადასხვა რაღაცებში იყოს გამოყენებადი, ალბათ ყველაზე კარგად გამოყენებადი შეიძლება ესეთ სასწავლო გარემოებში შეიძლება თვითონ უბრალოდ სისტემა როგორ აწყობილი იმის სწავლაში იყოს, შეიძლება სამედიცინო სფეროში. ეხლა არ ვარ პირველი ვისაც ეს დიაგნოზი და თავს როგორი თავს ეცი შეიძლება საერთოდ იდეა მაგრამ არსებობს უკვე ესეთი რობოტები, მაგრამ ისინი იმის ხიბას ჩვენს დაუზადოს პრობლემ განვითარებს. ეხლა ძირითადი ორი მოდული Tells got it done. რატომ იქნებოდა რაღაცა, როცა შეიძლება დამზადება, ნუ რა თქმა უნდა ეს პროტოტიპი არის და უკეთესი ვარიანტის დამზადება შეიძლება. აქვს ორი ძირითადი მოდი. ერთი არის რომ რა თქმა უნდა დისტანციურად უნდა იყოს კონტროლირებადი და მეორე ადამიანი ის უკავშირდება ამ ტელეფონს, იმან უნდა მართოს სისტემა იგივე ასაკობილია. ეხლა მაგალითად ეს პირველი ტელეფონი აკრას მეცადება უკავშირდება თვითონ რობოტს, რომელსაც არის და მერე ის მეორე ტელეფონი რომელიც შორს უნდა დაკავშირდეს, უნდა ნახოს რომელი რობოტები არის და იმას იქიდან შეუძლია აირჩიოს რომ რობოტს დავკავშირდეს. დაკავშირების შემდეგ იმას შეუძლია რომ კონტროლერი აქვს იმით იმარჩოს. მეორე მოძი გვაქვს ცოტა პრობლემა. მეორე მოძი უნდა იყოს რომ ხელოვნური ინტელექტით უნდა შეეძლოს უკან გაყოლა ადამიანს, უნდა შეეძლოს კადრში ადამიანს ამოცნობა და მერე იმითი მიიღო. ეგ ხარ გამერფორდა ეხა ფიქრობთ ეს განსაკუთრებით, მაგრამ ცოტა მეტი დრო გქონდა და კიდევ ალბათ ჩავატარდით მაგაზინში. თვითონ სისტემა როგორც მუშაობს, ნუ ნაწილებს ახლა განსაკუთრებული რაღაცა ისეთი ის არის. არის გვაქვს ძრავები, გვაქვს ის ძრავები, გვაქვს არის ტიპის 715 და 715, მაგრამ ვინაიდან ამებს დიდი ბრუნვები აქვს და თან შედარებით მასის გადატანაც მოუწევდათ, ჭირდებათ გადამფრენი კოლოფები, რომლებიც დადგება და მაღალ ბრუნვათა რიცხვს გადაეცემს მაღალ ტონს. ამიტომ დავუმატებთ კოლოფები, აქედან ორი მხრიდან არის გამაგრებული შემდეგ ღერძებით ანუ მარტო იქიდან აღარ არის გამაგრებული, რომელსაც უფრო მეტი სიმძიმის დაწოვა რომ მოუწიოს მაშინაც იმასაც გაუძლოს. და ნუ ბრიჯები გვაქვს რა თქმა უნდა გამოყენებული. იდეა იყო რომ დიდი ბატარეები რაც არის, მანქანის მომენტი ბატარეები გავაკეთებინა, მაგრამ დიდი პრობლემა რაც იქნებოდა ის იყო რომ 3% რასაც ვეძებდით ის რამოდენიმეჯერ გავუკლავდეს და ბოლომდე
ეხლა ვთქვათ გავუყანა და უცებად ჩამყარიყო ვეღარ გავისკეთ. მაგრამ ანუ ის ფუნქციონალიტეტს აქვს, ესეც თავისუფლად შეუძლია რა იმუშავოს. ხო, თვითონ აპლიკაცია Android application-ს აპლიკაცია დაწერილი, ამ მომენტისთვის მარტო Android-ებზე, თუმცა სულ iOS-ს დაგიწერთ. ხო, კომუნიკაციისთვის ვიქანია MQTT პროტოკოლს. COS სიგნალებით ვაგზავნით სიგნალებს, COS ერთები არ გამოგდებოდა, იმიტომ რომ მაქსიმუმად MQTT პროტოკოლი როგორც მუშაობს, აქვს 3 ტიპის გადაგზავნის მექანიზმი, COS-1, COS-1 და COS-2. ნოლი ნიშნავს, რომ შეიძლება ვთქვათ მესიჯი გადაგზავნოს რამოდენიმეჯერ. ერთი ნიშნავს, რომ აგზავნის მაქსიმუმად, ხოლმე ორი ნიშნავს, რომ ზუსტად ერთხელ აგზავნოს. ორი ცოტა შემოებული ვარიანტი არის მაქსიმალური თავი, მაგრამ მოზე ძალებებს გამართულად იღებს, გამართულად აღწევს. ხო, უფრო საინტერესო პრეზენტაცია მოხდება, ნამდვილად რომ AI-ს გამართულად ემუშავა. მაგრამ ეს შეგვიძლია რომ მარტო შეგვიძლია დემონსტრაცია გააკეთო. Γιώργη, άρα το სცენარი რო გაითამაშეთ. მე თავზე გამოვყვა ეს. გალერეა სათვალიერებ და გამოფენაზე. ავტომატურად და გავუჭირდა რომ კიბეებზე ჩემსაც ფეხები არ აქვს რა, აი ჩემს პროექტში. ის ხო აქ კიბეებში შევიდა. აბა დაფაზე აჩვენე რა. დაფას რო შეგვიძლია. ეს მის ხმა თუ ეგ არა? მიცანალ. ეს მის? კი, ის რაღაცა აქვს. არა, ის დაფასთან. დაფასთან რო შეგვიძლია. ცაცაზე ციმოასახე რო უჭერს კამერაში. პირველი ხაზი რო დაგუკვირდა ჯავა, რა წერია დაფაზე. აქ პირველ ხაზი რა წერია დაგუკვირდა. GSC, Doria, Dispatcher, Brisela. ზუსტად. Ferrari, Doria, NSPJ, Q, Brisela. ეხლა თողნე მარკერი გადაეცით და ეხლა შეიძლება. შემოდი ხა თუ გინდა გავიწვო. Მაგარი გასაკეთებია. რა პედნიერია ცუდათვა. გავუხები აბა. და მელაპარაკე. რაღაცა შვილი. შეგიძლიათ და შეგიძლიათ რობოტს კითხოთ. ოღონდ ხა იქაც რო ისე არ დაგოჩერდეს რა. ორი კონტროლერი დატვაში. Arduino-ს ჩანს და ESP-ს. იგი ESP აკეთებს იდეაში ყველაფერს, Wi-Fi-საც ეკავშირდება და ბრძანებასაც ეგდაცემს მოტორების, მაგრამ ეგეთი რაღაც დაგვემართა, რომ ორი მოტორი არის ერთმა, ერთი მოტორი არის განსხვავებული რა. და იმას კირდებოდა უფრო მეტი ძაბვა და ჩვენ რა ბატარეების გვაქვს ეგ არ ეხო. და დავამატეთ სხვა კრონი ბატარეა რა და ის რა ქვია. ეგ ბატარეა პირდაპირ დავაერთეთ ESP-ზე. შესაბამისად დავაერთეთ Arduino-ზე, ეგ ხო აგდებს 9-ზე და რეგულატორად იყენებთ Arduino-ს, კი ჟო. კიდევ რეგულატორების ყავს. კი, მაგრამ ეს უცებ და მე მომწონს რომ Arduino-ს რეგულატორად ვიყენებ. კუსტარული გადაწყვეტაა, ძალიან კაია.
ხო, აი, მაგ მაგ